მოგესალმებით მეგობრებო, ესე იგი სოციალურ ქსელში, ესე იგი გავრცელდა ესეთი უცნაური საკითხი რა და ისევ გურიკასთან დაკავშირებით და გურიკას დედასთან სოფიასთან დაკავშირებით დაიწერა უამრავი ლექსი, მათ შორის მეც დავწერე ერთ-ერთი ლექსი და შეგიძლიათ ყველა იხილოთ. მე ვარ ის ადამიანი, რა თქმა უნდა, სხვა ადამიანთა შორის, იმ უამრავ ადამიანთა შორის, რომელიც გურიკას დედას სოფიას უდგას მხარში. და ცდილობს, რომ გურიკას დედას, სოფიას, რომელიც მე სოფიას ვუწოდებ მაგ ქალბატონს, იმიტომ რომ სოფია ქვია, ანუ სოფოს კი უწოდებენ, მაგრამ სოფიაა მისი სახელი, რაც უმაღლეს ცნობიერებას ნიშნავს. და ეხლა გეტყვით რა, ანუ იგივე თინათინის ვითარებაა და ტარიელიც მას უდგას მხარში. ერთი სიტყვით აქ ბევრი რაღაცა ერთ ჭრილში მოექცა, ერთ წერტილში მოექცა. და მე მინდა გითხრათ ესეთი რამე რა. გაჟღერდა ესე იგი ქალბატონი, არ ვიცი ვინ არის ეს ქალბატონი, მაგრამ როგორც ჩანს ეს ქალბატონი წერს ესეთ რამეს რა. კახა შენი შვილებით მამი და გურიკასი და ის კაცი დროზე ჩაბარდით ძიებას ადვოკატი ვერ ვხედავ, ხა კარგად შუქი იმაშობა მეგობრებო მირტყავს რა და ვერ ვხედავ. ამიტომ წაიკითხეთ ეს კომენტარი ქალბატონი ეკა ბარბაკაძის და ვიღაცამ გააჟღერა ამ ქალზე, რომ ეს ქალიო არისო ფსიქიურად შეშლილიო, დაინდეთ დედაო. ნუ ავრცელებთ ესეთ კომენტარებს, დედა დაინდეთო რა. ბიჭო, ერთი ის მაინტერესებს რა. ასეთ კომენტარებზე რომელი ადამიანების ქალბატონ სოფოს აძლევენ იმედს, რომ შვილი ცოცხალია და ვიცით რომ ცოცხალია და ვიცით რომ გამოჩნდება, ამ ქალბატონებს რო წერთ, ასეთ ადამიანებს რო წერთ რომ დაინდეთ დედაო. იმათ რატო არა წერთ დაინდეთ დედაო, რომელიც წერენ რომ აი საწყალო შვილო და როგორ მოყევი მეწყერში და მარიამ ციმინტიასი არ იყოს, აგერ ვხედავო რომ იქ არისო ესე მოვაწვაო რაღაც ქვებიო ისო და ეს სისულელეები რო ელაპარაკა. იმათ რატო არ უწერთ ერთი მაინტერესებს დაინდეთ დედაო. არც ერთმა არ იცით ცოცხალია თუ მკვდარი. არც ერთს არ გინახავთ, პირდაპირ გეუბნებით რომ ადამიანი ცოცხალია და გამოჩნდება მეთქი. ეს უფრო უკეთესია თუ ის რომ ადამიანს უთხრა რომ მკვდარიაო. გამაგებინ ერთი რომელია რა. გარდა ამისა, მარიამ ციმინტიას არც ერთმა ადამიანმა არ დაუკომენტარა არაფერი, რომ როგორ ელაპარაკები დედას, არ იცი მით უმეტეს რას ლაპარაკობ, ხო? და აგერ ჩვენ რომლებიც გამოვჩდით ადამიანები რომლებიც ვიძახით კაცო ბიოლოგია მეუბნება ანუ ჩემი შინაგანი ხმა რომელიც კავშირშია სულ ერთთან ანუ ერთ სულთან კავშირშია მეუბნება რომ ცოცხალია ადამიანი გამოჩნდა ის ადამიანი ვიცი რომ ცოცხალია გამოჩნდა ადამიანი ვიცი რომ ცოცხალი და ასეთ ადამიანებს აფრთხილებთ რომ დაინდეთ დედა. ეხლა ეს თუ პროვოკაცია არ არის და ეს თუ დაგეგმილი ტროლობა და ბოტობა არ არის ერთი მითხარით სხვას ვერაფერს ვერ ხედავ ანუ ვერ ხარ თქვენ ჭკუაზე რა და აშკარად რომ ხართ ჭკუაზე, მაგრამ რეალურად ნაყიდ ჭკუაზე ხართ და არა თქვენ ჭკუაზე. გესმით? ანუ მოსყიდულ ჭკუაზე ხართ და იცი რა მაინტერესებს ერთი იმის მაგივრად რომ დადგეთ და ეკლესიაც როგორ ებრძვით ამის გამო ეკლესიას კი არ ვებრძვით ხალხო გამოფხიზდი და რაღაცები ცოტა გამოანათეთ თვალები და რა ეკლესია ვინ ებრძვის ეკლესიას ეკლესია რა არის? ეკლესია ვართ ჩვენ ყველანი, ხო? ეკლესია ჯერ პირველ რიგში ვართ ჩვენი სხეულია ეკლესია, რომელიც უნდა წმინდოთ. და ჩვენ 12 წელი რო ტყუილში ვამყოფოთ, ადამიანი ის უფრო კარგია თუ ის რომ გამოვიძიოთ საქმე, გამაგებინე? ანუ ეკლესიის გაწმენდა რას ნიშნავს? მითხარით, ტყუილში ყოფნას? დღემდე ჩამკაყებულ მდგომარეობაში ყოფნას? პირდაპირ გეტყვით ილია მეორემ რომ მაგ ხალხს ხელი დააფარა ვინც დედას შვილი წარსტაცა და ძალით ბერად აკვეცა აგერ ხო გამომჟღავდა რომ არც მეწყერი ჩამოსულა არც მეწყეშია მოხვედრილი გურიკა არც ის ვიდეო არის აუთენტური და მართალი ის ვიდეო რომ დამონტაჟებულია აუდიოთი ეგეც ხო გამომჟღავდა ყველა ჩემი სიტყვა გამომჟღავდა ის რაც თქვი ისე მოხდა როგორც თქვი და ახლა ისეც გამომჟღავდება ყავყორნებს რომ ის მგლის ტყავი რომ ცხვრის ტყავი რომ აეხდებათ და აეცლებათ, აეფხრიწებათ, მერე რომ გამოჩნდებიან ვინები არიან და რომელი მტაცებელი ცხოველებიც არიან თურმე. პირდაპირ გეტყვით რომ არაერთი ადამიანი აღდგება მკვდრეთით და მკვდრეთით აღდგომა დაწყებულია. პირდაპირ გეტყვით იმას რომ ამას მარტო ეხლა კი არ ვიძახი გურიკას ამბავზე. გეუბნებით რომ
5 წელია უკვე ამას ვლაპარაკობ, რომ მკვდრები აღსდგებიან და პირველ რიგში აკლდამები რო გაიხსნება თქო და აკლდამასთან მივედით. ვისაც ჩაკეტილი ყავს, მიუხედავად იმისა, რომ არ გაგვახსნევინეს, ეგ იმას არ ნიშნავს, რომ აკლდამა არ გახსნილა. ასტრალში და მენტალში აკლდამა გაიხსნა, ხოლო ვინც ძალაუფლებას ძალით ააზიის და აი როგორც ესე იგი მონსტრი ისეა მოხვეული აი ამ სინათლეს, ხო? ეგ თავისთავად დამარცხდა უკვე, იმიტომ რომ აკლდამა გახსნილია. გაიხსნება აკლდამები და გამოვლენ მკვდრები. აკლდამები გაიხსნება ზუსტად ის აკლდამები, სადაც ძალით აღკვეცილ ბერებს ამყოფებენ. დიახ, ძალით აღკვეცილი ბერი არის მკვდარი, ამასოფლისთვის მკვდარი. მითხარი ერთი, რატო უნდა მოკლა ადამიანი ძალით ამასოფლისთვის, თუ თავის ინება არ არის. რასაც ქრისტე გვეუბნება, რომ თუ ამ ქვეყნიური ცხოვრება არ შეგიძლია, მაშინ წადი და აღიკვეცე ბერად და ადამიანები, ახალგაზრდა ბიჭები, ულამაზესი ბიჭები, როგორც ჩანს, ბერად აღკვეცეს ძალით. საიკითხავია, ვინ არის აქ? ეკლესია არის. ეკლესიას ვინ ერჩის საერთოდ? ეკლესიაში შემცვლელი ხალხია ის, ვინც უნდა გამოვაჩინოთ და შინში გამოვიტანოთ და არა ეკლესია ვაფშე შენობას რას ვერჩით? არაფერს არ ვერჩით შენობას. ისეთი ჩახლართული ამბავია, ვერაფერი ვერ გავიგე, ღმერთო ნეტავ მალე გაიგოს ყველაფერი. და გურიკას ამბავი აი პირდაპირ ლექსი დაიწერა რა. ლოდი რომელიც დაიწუნეს თავში მოექცაო. იგივეა, ლოდი და აგური ერთი და იგივეა და მე კიდევ ეჭვი მეპარება თავიდანვე აგურად ხო არ იყო ნახსენები და მე ლოდად გადააკეთეს, იმიტომ რომ აშკარაა რომ აგერ ყველაფერი ერთ წერტილში მოექცა. თინათინის ამბავი, ნესტანდარეჯანის ამბავი, თამარისა და დემნას ამბავი, გურიკასა და სოფიას, იალდაბაოთისა და სოფიას ამბავი პირდაპირ მნიშვნელობით ერთ წერტილში მოექცა რა და ეხლა ხდება ყველაფერი ახლა და ამ წამს და აი ამ წუთს. ქრისტე ამბობს, რომ როდესაც გარედან შიგნით შემოიტანთ, შიგნიდან გარეთ გაიტანთ, ზემოდან ქვემოთ ჩამოიტანთ და ქვემოდან ზემოთ აიტანთ, მაშინ შეიცნობთ რას ვამბობ და ეგ ხდება ეხლა. ერთ წერტილში მოქცევა ხდება ყველაფრის. ანუ არ არსებობს სხვაგან გარეთ, შიგნით, მაღლა, დაბლა, ყველაფერი ერთ წერტილშია. ამას ამბობს რეალურად ქრისტე და ზუსტად ეგ ხდება ეხლა რა. ბრმაძეები ამას თუ ვერ ხედავთ, მალე დაინახავთ ამ ყველაფერს. კარგად ხედავთ მშვენივრად. კი, ძალიან ბევრი ფარისეველი ადამიანი იმალება ეკლესიაში. არა მხოლოდ ფარისეველი ადამიანი, პირდაპირ ისა რა ქვია, რა ქვია მაგას. ფარისეველი კი არა. დანაშაულს რო ჩადის, გასო რა ქვია მაგას. გამოვიწყდა ეგ სიტყვა. ფარისევლობა, მარტო ფარისევლობა რო იყოს კიდე ხო სიტყვას ვიხსენებ ვერ მახსენდება. კრიმინალი. კრიმინალი ადამიანები არსებობენ. კრიმინალები უნდა აღიკვეთოს აი ამ ქვეყნიდან. აი აქ საქართველოსთან თუ სხვაგან არა გამანებთ თელ სოფლიოს ვერ გადავარჩენთ ახლა ჩვენ საქართველოსში მაინც. ხო, თამარა, მადლობა კრიმინალი დაწერა. კრიმინალები ფარისევლები რო იყვნენ კიდე არა უშავს კაცო მაგაზე მაინც ვილოცებთ და რაღაცა თვალებიდან კრიმინალი იყო კაიაბაც ქრისტე როაცვა ჯვარს. კრიმინალი იყო ისა ვითომ ხელები რო დაიბანა იმ პილატე. კრიმინალი იყო ყველა ვინც გაყვიროდა რომ ქრისტიანებს ჯვარსო. იგივე ხდება ეხლა. ჯვარცმაც ეხლა ხდება და აღდგომაც ეხლა ხდება. ყველაფერი ეხლა ხდება ხალხო. პირდაპირ გეუბნებით რა. და არ გჯეროდათ და რა ვიცი, თავში გინდათ მაინც აგურის დაცემა? ხო და აგერ დაგეცათ აგური. ეხლა მართლა სანამ თავში აგურები დაგეცემ და ეხლა ეს მენტალში გამოჩინდა, გესმით? მენტალში უკვე აგური თავში გაქვთ დაცემული რა, რო იცოდეთ. ხოლო ნახე მენტალური ასტრალურში უკვე გაიხსნა. მენტალში გამოჩინდა ეხლა ეს აგური და გურიკას ამბავი. გურამი იგივე ამ აგურის ამბავია. ანუ გურამი რომ გადააწყო ასობგერები არის ამ აგურის ამბავი. გესმით? გურამის ამბავი არის ამ აგურის ამბავი. ეხლა რა არის ამ აგურის ამბავი? აგურებით არის მთელი საქართველო აშენებული და ბლოკებით.
და გინდათ რომ თავზე დააგენგრეთ ეს ყველაფერი? მე მაქვს ხილვაში ნანახი, რეალურად მართლა მოხდება. თქვენ ეხლა თუ 26 წლის 1 სექტემბრამდე არ გამოაჩენთ გურამის ამბავს, 2027 წლის სექტემბრამდე მთელი თბილისი თავზე დაგექცევათ. მთელი აგურით რაც ნაშენებია თავზე დაგექცევათ და აი ჩემი სიტყვა ხო იცით რა მყარიც არის. ხო და ის მოხდება რა და ამიტომ რა ვიცი გადაარჩინეთ თქვენს გადასარჩენად ვლაპარაკობ, თორე მე აგერ ყველაფერი გამჭვრიტე და ყველაფერი ვიცი რაც უნდა მოხდეს და არც სიკვდილის მეშინია და არც გარდაცვალების ხომ გაიგეთ რა. ამიტომ დედა მოითხოვს და სამართლიანად მოითხოვს, გამოაჩინეთ გურამი. თუ მისი ცოცხალი არ არის, ძვლები მაინც გამოაჩინეთ, კაცო. ძვლები მაინც უთხარით სად არის, ღმერთმა უკნას ძვლებიც და ხორცით ცოცხალია და სულით ცოცხალია მისი. ღმერთმა უკნას რომ მისი ძვლები ეხლა გეტყვით ერთ რამეს რა. ღმერთმა ქნას რომ გონს მოვიდნენ სასულიერო პირები და დარხეული გაქვთ მაგრად რა სასულიერო პირებს გეუბნებით რა. აი დედას ვიცავ შიშის ჟიმჟიმი გაგდით მაგ ერთ ადგილებში, რომელი ადგილებიც პირდაპირ გაგიუპატიურეს მაგ სასულიერო პირების ხელში მოქცეულმა ეკლესიებმა რა. უпростоროდ ეკლესიაში შემძვრალმა სასულიერო კი არა, პირდაპირ სატანის მსახურმა პირებმა რა და პირდაპირ გეტყვით რა, თქვენ თუ გემუქრებიან იმით რომ ამას და იმას გაგიმჟღავნებთ რომ ჟიმჟიმი გაქვთ მაგ უკანალში და უკანა ტანში უკვე გაგჟიმეს, ხო? მაგის ნუ გეშინიათ, იმიტომ რომ უკვე ვიცით ეგ ყველაფერი. ნუ გაგეშინიათ, გესმით? ამიტომ ასეთი ნუ გეშინის ცემა უფრო კარგია, ვიდრე იმის რომ ნუ გეშინი არაფერს დაგიშავებენ. დაგიშავეს უკვე. ვიცით რომ ეგ მოხდა. ვიცით რომ ყველა გაგჟიმეს. არ არსებობს რომ ეხლა არ მითხრას რა მღვდელმა და ბერმა და მონაზონმა რომ არ გამჟიმესო რა, ძალიან გთხოვთ რა. ეგ არის დიდი ილუზია და ვერც იმაზე ვერ დამადებთ, ხელსროწყვილს ვიტყვი რა. სიმართლეს ვაპარაკობ და მაგიტომ რა. ამიტომ ეხლა მაგის ნუღა გეშინიათ მეთქი რომ ვიღაცა რაღაცას გამოგიქვეყნებთ. აგერ გამოგიქვეყნეთ უკვე მე. ყველანი გაჟიმულები ხართ და იცით რა არის? ამას არ აქვს მნიშვნელობა მატერიალურად გაგჟიმეს თუ არა. მენტალში ყველანი გაგჟიმეს. სასულიერო პირობა თქვენ გეუბნებით რა, ვინც ვითომ ქრისტეს მსახურებთ. ქრისტეს კი არა, სატანებს მსახურებთ, ბიჭო. გამოფხიზლით მეთქი, ქრისტეს დაუდექით ხარში. მაგას ვიძახი ამდენი ხანი რა. და ეს ტროლბოტები ნაყიდი საზოგადოება კიდე არ ვიცი რამდენს გიხდიან რომ არ ვიცი მართლა გიღირთ ეგ ფული დედას ფიცავარ აი მართლა გიღირთ ეგეთი გამომუშავებული ფული აი რაში ხმარობთ მაგ ფულს მაინტერესებს რა ბიჭო რას ყიდულობთ მატერიალურ კეთილდღეობას რაღაცა ძონძებს თუ რა ვიცი მანქანას თუ რა დედაატირებულობას ყიდულობთ იმ ფულებით რასაც გამოიმუშავებთ მაგ ტყუილებით და მაგ ფარისევლობით მითხარით რა ეკლესიას მარტო დალაგება არ უნდა გაიწმინდოს ბინძური ადამიანებისაგან. მერე დალაგდება ყველაფერი ეტაპობრივად. და საერთოდ პირდაპირ გეტყვით, რომ ეკლესიები აღარ იარსებებს. აი პირდაპირ გეტყვით და გეუბნებით, ეკლესიები აღარ იარსებებს. როგორც ქრისტემ თქვა, სადაც იქნები, როგორც იქნები და რა ვითარებაშიც იქნები, იქიდან ილოცებ და შეისმინება ზეცადო. თქვა ეს ბიჭო ზამარიტელ დედაკაცს უთხრა ჭასთან და თქვენ რა დღემდე არ გინდათ ამ შეგნება? ხო და თუ არ გინდათ თავზე დააგანგრებთ. ქრისტემ რა თქვა? ქვაზე არ დარჩებაო იერუსალიმში, ხო გითხრათ არა? და თქვენ გონიათ ქრისტეს სიტყვა წყალი გაუვა? გეუბნებით რა, რომ ქრისტემ რაც თქვა ერთ-ერთი ხდება და აგერ ნუგეშინის ცემელს მოგივლენთო ხო გითხრათ და აგერ რასაც ვაკეთებ ხა არის ნუგეშინის მცემლობა და ჩემნაირი ნუგეშინის მცემელი რა ვიცი კიდე თუ არის სხვა მაშინ ისიც ნუგეშინის მცემელია არ არსებობს ეკლესია შენობაში ეკლესია არის გულში აი აქ რომ მეოთხე ენერგეტიკული ველი რომ უნდა გახსნა და სიყვარული შეძლო ეგ არის ეკლესია და არა იქ სადღაც შენობაში რო წახვალ და აქ რო რაღაცა ზეთით მოგაცხებენ იმას ზეთსა პირში რო ჩაგიდებენ ღვინის ნარევ რაღაც ნაწუწ რაღაცას ძალიან გთხოვთ რა ეგ არ არის ქრისტეს ზიარება ქრისტეს სისხლის და ხორცის ზიარება არის ის რასაც რო ამბობს ქრისტე ის გაიგო და ხორციელად განახორციელო ეგ არის ქრისტეს სისხლის და ხორცის ზიარება და არა პირში ჩადებული კოუზით რაღაც ჩატენილი რაღაცა მასა ხო და ამიტომ რა ვიცი რა ეს
დედა დაინდეთო რო იძახით, დაინდეთ რა მართლა ეს დედა და ბიჭო არის ცოცხალი ეს ადამიანი და დაიჯერეთ რომ ცოცხალია რა. ნუღა გვატენით რომ მკვდარია, ცოცხალია. გესმით? ეს უფრო ნუგეშინის მცემლობას ნიშნავს, ვიდრე ის რომ ადამიანს წაართვა ის იმედი რომ ადამიანმა იცის შინაგანად გრძნობს დედა. რომ ცოცხალია მესიზვრებაო გამომიყვანი აქედან მეუბნება გურამიო ხო ამბობს ხო და რო ეს იზვრება გამომიყვანი აქედანო ზუსტად მაგას ნიშნავს რასაც ახლა ჩვენ ვაკეთებთ და არა ის რომ გადაუწუროთ იმედი რომ არა ის მოყვა როგორც მარიამ წიმიტიასი არ იყოს მოყვა ხო აი აქ მიაწვა აქედან მე აქედან ქვები მიაწვა რაღაცათან თეატრალურად დადგა ის თავის რაღაც უაზრობები რა შარლატანების ხელში ვართ. წარმოიდგინეთ, რომ ადამიანები გადასული არიან ფულის კეთებაზე. მითხარით ერთი ადამიანი სიმინტიას რომ უფასოდ დაერიგებინოს, გამაგებინა, რომელიმე ადამიანი უფასოდ დაარიგა ვინმე და ვინც ფულს ემსახურება, ვის ემსახურება? ფარულს ემსახურება, დაფარულს ემსახურება და ეგ ფარული ფული რა არის? ლისა ფურთხებს პირდაპირ ფულიო გეუბნება და თვითონ უფალი ხომ თვითონ სიტყვაში უფალი როდევს ჯერ ეგერთიც ეს უფალიო რატო უნდა დავფლათ უნიონი უნდა გამომჟღავნდეს უნარი უნდა გამოვლინდეს რატო უნდა დავფლათ აი უფლის მსახურებაში ვინც არიან ეს სიტყვა თვითონ უფალი გეუბნება რომ დაჩმორდიო რა უნარი ფალიო არის უნარი და თუ უნარი დაფლა რას გაძლევს მაშინ ღმერთი გეუბნება როცა მოგცემ ტალანტებს მიწაში კი არ უნდა დაფლა ის უნდა გაამრავლო და შენ კიდე უფალო შეგვიწყალე უფალო ანუ პირდაპირ უნარებს ფლობთ მაგრამ უნარებს ვერ იყენებთ დაფლა ორგვარია ფლობაც არის და დაფლობაც არის ჩაფლობაც არის და ამიტომ თუ კი უფალს ემსახურები მაღალ ასტრალში მაინც ემსახურე რომ კი არ ჩაფლა იქ ფლობელობაში იყოს ეს უნარი შენთვის გამოავლინეს შენი უნარები რა ფული და შვილი უნდა შვალი და არა მიაფურთხო ლის გესმის შვილი ამიტომ შვილი ლიკიდი არის მეორმოცი ასობგერა, რომელშიც არის მოთავსებული 3 ინი, რომელიც წარმოქმნის ტრიალის დროს მეოთხე ინს. ინარებია შიგნით, გესმის? ინარები. და ი არის უს და, ანუ უნარებიც შიგნი არის, გესმით? და ი კიდე არის ო, ანუ ის ო არისო, გეუბნება და ი თუ ო არის ო არის უნი ერთმანეთში ტრიალებს ხდებით ხო? ხო და რა ვიცი მე მგონი ნაცარქექიამაც ნაპერწკალი იპოვა აბა თქვენი ცით ჩვენ მე ვფიქრობ რომ ჩასწორდეს უნდა ისტორია ჩვენ რომ მოვეხმაროთ მე-12 საუკუნეში დემნას დასაჭურისება და თვალების დათხრა რომ არ მოხდეს ჩვენ უნდა ამისათვის ქალბატონ სოფიას ვაპოვნინოთ გურამი რომელიც არის ასევე დასაჭურისებული და ასევე თვალები დათხრილი ანუ მე არ ვამბობ ფიზიკურში მე ვამბობ მენტალში თვალები დათხრილი იმიტომ რომ ვეღარ ხედავს რა უნდა გააკეთოს ანუ ვერ იხსნის თავის თავს დასაჭურისებული იმიტომ რომ ბერად აღკვეცილია და ესენი ყველაფერი უნდა გადავაკეთოთ ჩვენ მე-12 საუკუნეში რომ დემნას თვალები არ დასთხარონ ჩვენ ეხლა უნდა შევძლოთ ის რომ გურამი გავათავისუფლოთ იგივე ნესტანის ვითარება არის ნესტანი უმაღლესი ცნობიერება რომ გათავისუფლდეს ამისათვის ტარიელი, ფრიდონი და ავთანდილი ერთად უნდა დადგნენ, ხო? აგერ ტარიელი გამოჩნდა. ფრიდონის გამოჩნდა. ფრიდონი ნიჟარაძეა, რომელმაც დაგვიტოვა უამრავი ცნობიერება თამარ მეფის აკლამის გახსნისთვის. და თამარ მეფეზე და აგერ ავთანდილი ჯერ არ გამოჩენილა, მაგრამ უნდა გამოჩნდეს ეგეც. გამოჩნდება, სახელით გამოჩნდება. სახელებით გამოჩნდებიან. იმიტომ რომ ყველაფერი ჩინში გამოდის უკვე. თამარი გამოჩნდა. ის აგური რომელიც დაიწუნეს ისიც გამოჩნდა უბრალოდ თავში დაეცათ ეხლა მენტალურად
და ასტრალურად ჩინში არ გამოსულა და ჩინში პრინციპში ჩინშიც გამოსული აქვს თავზე არ დაცემულები არიან ახლა იქ ისეთი ამბები ხდება რომ ჟიმჟიმი გაზდით მეთქი გეუბნებით რა და ვინ თქვა ხო სოფიაც გამოჩნდა ნესტანიც გამოჩნდა თინათინი ჯერ სახელით არ გამოჩენილა მაგრამ ალბათ გამოჩნდება ეგეც ათიანი გამოჩნდა როგორ არა ათიანი გამოჩენილია უბრალოდ მისი სახე ჯერ არ გამოჩენილა და კიდე ვინ გამოჩნდა ავალიანის საქმეც ხომ გამოჩნდა ავალიანიო გესმით ძალიან მაგარი გვარია ანუ ლი უნდა ავიდეს ანში აი ესეც გამოჩნდა ამას შეეხმარება გაბატონი ეკატერინეს გამოჩნდა მოკლედ ყველა მითოლოგიური ფიგურა ყველა მნიშვნელოვანი ფიგურა რომელიც დაპროგრამდა და მე-12 საუკუნეში გაბრწყინდა ეხლა ჩინში გამოდის იმიტომ რომ ეხლა უკვე მკვდრები უნდა აღსდგნენ რა და ორჩება ხო და გეუბნებით მაგას რა რომ სრული გადატვირთვა მიდის რა აი გადატვირთვა როგორ ცნობიერიც ახალ ერაში გადავდივართ ხო რა დროს შენობაში მყოფი ეკლესიების ის არის კარგით რა აქ უკვე დაიწყო მთელი მატერიიდან გათავისუფლება გესმით ხორციელი ბნებით ვერ შეხვალ სასუფეველში ქრისტე რო გეუბნება ადგნენ ამ ყავყორნება და დაიწყეს რა იცით რომ სექსზე მიაწეპეს ეს ხორციელი ბნება იცით რა არის აგერ ახლა თამარ გაგაძე წერდა იმას საინტერესო სტატიას და იქ მიუწერე რა რომ ხორციელი ბნება არის იმ სხეულში ყოფნა შენი სხეულის ბნება რომელიც არის რომ შენ თუ არ ინანე რომ შენ ქანში ზიხარ ხო ქანში რო ზიხარ შენ თუ ეს არ შეინანე და არ მიხვდი იმას რომ ბიჭო ეს რაში მჭირდებოდა მარტო აი ეს ქანი რისთვის მაქვს ხო ისე ვერ შეხვალ სასუფეველში ანუ შენი ხორციელი ბნებით ამაზე რო ზრუნავ აი ამ კანზე რო ზრუნავ და ამ კანისთვის რომ ლის აფურთხებ ფულის გამო ხო ფულისთვის რომ მუშაობ ლის აფურთხებ თავისთავად ხო მენტალში ლის აფურთხებ ხოლო მატერიაში ფულისთვის მუშაობ ერთი და იგივეა ასტრალში კიდე მაგარი იჯვავ მაგით რა რო იცოდე და შენ როგორ გინდა რომ სასופველი როგორ უნდა დაიმკვიდრო არსად არ შედიხარ შენ როგორც გეუბნება ქრისტე ყველაფერი აქ არის ყველაფერი შენშია და ამას უნდა მიაღწიო გარედან შიგნი უნდა შემოიტანო შიგნიდან გარეთ უნდა გაიტანო ზემოდან ქვემოთ უნდა ჩამოიტანო და ქვემოდან ზემოთ უნდა აიტანო ესე იგი ერთ წერტილში ხარ მოთავსებული და ვიბრირებ აი ეს არის რასაც ქრისტე გეუბნება და არა ის რომ შენ ეხლა მარტო სექსუალურ დაკმაყოფილებას მიაწერო ის რომ ქრისტე გეუბნება თურმე ხორციელი ბნებებით ვერ შეხვალ სასופველში ჯერ სადმე შეხვიდი არსად არ არის ამ განის გარდა არსად სხვა განი არ არის რო იცოდეთ რა განი ზომილი არსად არ არის ანუ განზომილება არსად არ არის აი აქ ვარ ჩვენ სულ ყველაფერი აქ ხდება ქრისტეც აქ არის შენ რასაც ხედავ თვალით იქ არის იმ განშია ქრისტეც და ყველა ცნობიერება რაც კი წაგიკითხავს რაც კი იცი კიდევ დარეჯანი უნდა გამოჩნდეს. დარეჯანი აბა რომელი მითხარი? მოკლედ მე ახლა დაგემშვიდობებით და რა თქმა უნდა დავინდოთ გურამის დედა და უნდა ვანუგეშოთ. რა თქმა უნდა ვანუგეშოთ, იმიტომ რომ გურამი ცოცხალია, მკვდარი არავის უნახავს. ხოლო ცოცხალი ამბობენ ადამიანები რომ ნახეთო და არ ჯობია ეს ვთქვათ ვიდრე მკვდარიაო ვიძახოთ უაზროთ და ვიტყუოთ მკვდარი არავის არ უნახავს გურამი ანუ ცოცხალი კი უნახავთ ასე რომ რომელია უფრო ჯობია რომ ვთქვათ იგივეა რა ქრისტე რო ეუბნება იმ რაბის რაო ვირი რო ჩაგივარდება მდინარში არ ამოიყვანო კაცო შაბათსო რატო ეხმარებიო რა ვირი რო ჩაგივარდეს შაბათს არ ამოიყვანო იქიდან ერთი და იგივეა რა ერთი და იგავია ახლა ეს რასაც ვაკეთებთ. ნესტან დარეჯანი? იცი როგორ არის ეგ ნესტან დარეჯანი არის სპარსული სიტყვა და ნიშნავს
მოიცა როგორ იყო ნესტან დარეჯან. დამოვიწყე რაღაცა ახსნა აქვს მაგას. დაყოფილად იწერება და ნიშნავს გამოჩინებას, მე მგონი მაგას ნიშნავს რა, აი ეხლა ის არა მაქვს. სპარსულის სიტყვაში მოძებნეთ ნესტან დარეჯან. აი ესეთი რაღაცა უნდა დაწეროთ, რომ გაიგოთ რას ნიშნავს მაგისი შინაარსი, ანუ მენტალი შინაარსი. ცოცხალიას ნიშნავს, ხო? კარგია რომ აქტიურობ, შენაირება უნდა იაქტიურო. რა თქმა უნდა, ჩემნაირება თუ არ იაქტიურე, დავჩენილვართ ჯოჯოხეთში და ეგ არის. ვეღარ გადავსულვართ ახალ ერაში. თუ ისევ ის ძველი სისტემა დარჩა, ჩათვალე რომ დაინგრევა ყველაფერი რა. აი, თავზე დაგვენგრევა მთელი სისტემები თავზე დაგვენგრევა. რაც ვაშენეთ, ყველაფერი თავზე დაგვენგრევა. არც ეგ არ არის გარდაუვალი, იმიტომ რომ ქრისტემ თქვა ქვაზე არ დარჩება. აი ეს არის ბოლო, იმიტომ რომ ბოლომდე უნდა ბრმაძეს რომ გაიგოს, რომ არა, მაინც არ იჯერებს, ხედავს და არ იჯერებს, სანამ თავზე არ დაენგრევა ყველაფერი. დაენგრევა ბოლოს თავზე ყველაფერი. მე რა, თქვენ გონიათ მაგის მეშინია? დაენგრევა ყველაფერი და მე უნდა დაიჯერებს. კაი, წავედი ახლა მეგობრებო, ის რა ქვია, ძალიან დიდი იმედებით ვარ, ძალიან კარგად მიმდინარეობს ეს საკითხი. აგერ უმაგრესი რა ქვია, დეტექტივი ჩაუდგა ამ საკითხს, გამომძიებელი ჩაუდგა ამ საკითხს და ტყუილად არ ჩაუდგა ეს ადამიანი, იმიტომ რომ ნამდვილად ყველაფერი უნდა გამოაშკარავდეს რა. მე მჯერა რომ ძალიან ბევრ ამას ძალიან გონიერი ადამიანია და თუ არ დააშინეს, რაშიც ეჭვი მეპარება, ვეღარ დააშინებენ უკვე. თუ არ დააშინეს, ან რამე ვეღარ დააშინებენ, იმიტომ რომ მთელი საქართველო მას უდგას მხარში, ანუ იძულებული გახდებიან, რომ ამ ადამიანს კარტები ხელში ჩაუდონ რა, ესე რომ ვთქვათ. წავედი ხა, აბა გაკოცეთ და ბედნიერ დღეს გისურვებთ. აბა თქვენც